გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ჩემთვის უკვე ძალიან მობეზრებულმა თინათინ ბოკუჩავამ თვით დამაჯერებლად ბრძანა, რომ ახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო ხალხმა და ის აღსრულდება. უბრალოდ საუბარია ვადებზე. ჩვენი სურვილი და მოთხოვნა შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდეს. დიახ, პატარა რამ დარჩათ დასაზუსტებელი ვადები და რაც უფრო სწრაფად დაინიშნება, მით უფრო ეამება თინას და მის ხალხს. საინტერესო რა ხალხს გულისხმობს თინა? ალბათ მხოლოდ მათ, ვინც ეს დღეები საღამოობით რუსთაველზე დატასაობს. დიახ, სწორედ რომ ის მოსეირნე ხალხი ითხოვს ხელმეურნე არჩევნებს. რაც თავარია, იმ მოსიარულეებს რომ გკითხო, ნაცების დაბრუნება გსურთ, იტყვიან რომ რას ამბობ, როგორ გეკადრება, ნაცები რა მოსატანია სუფრაზეო, ანუ რუსთაველზეო და მაშინ ვინ უნდა აირჩიოთ. და აი აქ უკვე ხდება გაუგებრობა. გასაგებია, ოცნება არ უნდათ. რატომ არ უნდათ? იმიტომ რომ ოცნება ევროპაში არ მიდის, ოცნება თურმე რუსეთში მიდის. თუმცა როგორც ერთხელ უკვე ვბრძანე, ძალიან გრძელი გზით მიდის რუსეთში. 12 წელია მიდის და ძორაკი ჯერაც ვერ ხნა. უცებ წარმოვიდგინე, აი გზაზე მიდის ოცნება და გზის გასაყარზე დიდი ქვა დაინახა. ქვაზე შავი ყორანი ზის, მოლაპარაკე შავი ყორანი და ყორანმა დაიჩხავალა. მარჯვნივ წახვალ ევროპაში მიხვალ, მარცხნივ წახვალ რუსეთში მიხვალ. და წინ რო წავიდე მორიდებულად იკითხა ოცნებამ, წინ რომ წახვიდე ისევ საქართველოში დაბრუნდები. და თინა ბოკუჩავა და მისი ხელქვეითები თვლიან რომ ოცნებამ მარცხნისკენ, რუსეთისკენ გაუხვია. პირადად მე და ჩემთან ერთად კიდე 1,200,000 ადამიანმა ჩავთვალეთ რომ ოცნება წინ წავიდა, რათა საქართველოში დაბრუნებულიყო. და იმას გეუბნებით, მეგობრებო, ჩემი აზრით, ჩვენ თუ ჭკუა და გამჭრიახობა გაგვაჩნია, ყველასთან უნდა მივიდეთ და ყველასგან მივიღოთ რაღაც ჩვენთვის სასარგებლო. ევროპისგან ევროპული ფასეულობები, რომლებსაც ბევრი დღევანდელი უცნაურობა რომ მოაცილო, საკმაოდ ღირებული ფასეულობებია. რუსეთისგან ბუნებრივი რესურსები ავიღოთ. რუსეთს მთელი მენდელეევის ტაბულა უდევს წიაღში. უნდა დავფაცურდეთ და გამოვართვათ თანაც შეღავათიან ფასში. თანაც როგორც ვხედავ, ბევრი ჩვენი მსხვილი ბიზნესმენი, ვინც რუსეთს ხმამაღლა ლანძღავს, ამავე დროს ჩუმად რატო? საკმაოდ ხმამაღლა ახერხებს რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების განხორციელებას. და რატომ ახერხებს? იმიტომ რომ ეს ბიზნესისთვის მომგებიანია, რაც მომგებიანია, იმას სუნი არ აზდის. ამას მე კი არა, ჩვენი ოპოზიციონერი ბიზნესმენები ქადაგებენ, მაგრამ აქ ისევ ორმაგი სტანდარტი გამოვდის. ჭყონიას შეუძლია რუსეთში მილიონების შოვნა და ჩემნაირმა რუსეთში დეპეშაც რომ გააგზავნოს, უკვე ერისა და ბერის მოღალატედ იქნება გამოცხადებული. რატომ ლაპარაკობ ისევ ბოკუჩავას? რატომ ლაპარაკობ ამ სრულიად მე რომ მკითხო ხელმოცარულ პოლიტიკოზე? რატომ არა და არ დასრულდა ბოკუჩავას ეპოქა ჩვენს ქვეყანაში? და ვლაპარაკობ კი იმიტომ, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საიტი რომაელების პირდაპირობით თავს მახვევს ბოკუჩავას ბრიყულ გამონათქვამებს, რადგან სხვა სალაპარაკო რატომღაც არ გააჩნიათ. მსოფლიოში ტექტონიკური ძვრა მიმდინარეობს და მე კი ისევ ბოკუჩავაზე ვლაპარაკობ. რა ვქნა, ეს ჩემი სამშობლოა და აქ ბოკუჩავა ჯერჯერობით ისევ ბოკუჩავობს. და როგორც უკვე მოგახსენეთ, ბოკუჩავა ამბობს, რომ ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება ახალი არჩევნების თაობაზე. და არჩევნები იმდენჯერ უნდა ჩატარდეს, სანამ ბოკუჩავა შედეგით არ დაკმაყოფილდება. და იმის გამო, რომ ბოკუჩავა შედეგით ვერასდროს დაკმაყოფილდება, რადგან ყოველი არჩევნების მერმე მისი საყვარელი პარტია სულ უფრო და უფრო დაბალ პროცენტს იღებს, არჩევნები უწყვეტ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს.
მისი ლოგიკიდან ასე გამოდის. ხომ წარმოგიდგენიათ, სიტყვაზე დასრულდა მორიგი არჩევნები, გამოცხადდა შედეგი და ბოკუჩავა იწყებს ყვირილს. ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ახალი არჩევნები და თამაში ახლიდან იწყება. აი ამას რომ ვისმენ და ზოგ შემთხვევაში ვუყურებ კიდეც, მინდა ვკითხო ბოკუჩავას, უკაცრავად გოგონი, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ, მაგრამ არ ვეკითხები, რადგან ზრდილობიანი ვარ. დიახ, ზრდილობა მღუპავს და ფართო გასაქანს არ მაძლევს, მაგრამ მე ვებძვი საკუთარ თავს და იქნებ გამოვსწორდე და ეპოქას ფეხი ავუწყო. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.